ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოვუსმინეთ. ყველას მინდა მეულოცო, სურამის შემოვლითი გზის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და რა თქმა უნდა ეს შექმნის მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და ეკონომიკური კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც ჰაბი, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ეს ხო ჩვენი ისტორიული მისია, ისტორიული ფუნქცია და გვინდა რომ მაქსიმალურად აღუდგინოთ ეს ფუნქცია ჩვენს ქვეყანას და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ასეთი პროექტები. უკვე უწყვეტად რეკორდის გვირაბამდე შეძლებენ ადამიანები მგზავრობას ჩქაროსნული გზით, ასევე წლის ბოლომდე დასრულდება 6 კილომეტრიანი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რითაც დასრულდება მთლიანობაში ეგრეთ წოდებული საუკუნის პროექტი, ეს არის რეკორდის პროექტი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სურამის შემოვლითი გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი მონაკვეთი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის დროულად დასრულება. ასევე მნიშვნელოვანი პროექტია უნდა გკითხოთ სტადიონის ტენდერს. 100,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი ეს პროექტი დაანონსებული იყო უკვე დიდი ხნის წინ, უკვე გადავიდა მოქმედით ეტაპზე, ასე ვთქვათ, რა შეგიძლიათ. ესეც არის კიდევ ერთი მეგაპროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანას, არა მარტო თბილისს, დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი სტადიონი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაზრდილია ინტერესი ზოგადად სპორტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს დედაქალაქს ქვეყანას მთლიანობაში სჭირდება ახალი სრულიად თანამედროვე სტადიონი, რომელიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ სპორტის სახეობებზე, შესაბამის სახეობებზე, ეს არის ფეხბურთი და რაგბი, ასევე საკონცერტოდ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ესეც ეკონომიკური კუთხით, არა მარტო სპორტული კუთხით, ეკონომიკური კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. ყველა შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ძალიან დახვეწილი სუპერთანამედროვე 60,000 მაყურებელზე გათვლილი ინგლისური, ბრიტანული სტილის სტადიონი ექნება ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე. არჩევნებთან ჩატარებულების პროგრამის სახელმწიფო ინიციატივა რომ ხალხს თანახმარიან თუ არა გაუქმდეს ოჯახური პიროვნების კანონი და ასევე განსაკუთრებით კანონი და ეს დათმობა შესაძლოა რატომ ამბობს ასევე რომ ვთქვათ ეს კონკრეტული ამ ორი კანონის გაუქმება. ზოგადად გამოგეთქვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს, არ ვიცი კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მაქვს პოზიცია, ზოგადად საზოგადოებას უნდა ვკითხოთ პირველ რიგში ყველაფერი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილები. თუმცა ამ კონკრეტულ თემაზე გამიჭირდება დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება. ზოგადად ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასოწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდონ ჩვენ საზოგადოებას, რომ ანუ არ უნდა თქვა ევროინტეგრაციაზე, ანუ არ უნდა თქვა ტრადიციულ ფასეულობებზე. ეს არ არის სწორი დილემა და ჯანსაღი დილემა. შესაბამისად საკითხი თავისთავად ბუნებრივი აქტუალურია. რაც შეეხება ხაზარაძეზე ინტეგრაცია შეჩერებული იყო ესეთი ამის გაგრძელება რადგან არის, რა თქმა უნდა თავისთავად ეს არის სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ ხედავთ რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხო, ყველა თვალსაზრისით, მას შორის როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ბუნებრივი ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა რა თქმა უნდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ასე ამ კანონების მიღების გამო? სინამდვილეში ეს კანონები არის ეფექტიანი და ეს კანონები ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ საქართველოში მანგიერ პროპაგანდას, არა მარტო საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ მანგიერ პროპაგანდას. ამიტომ ეს კანონები უნდა დარჩეს სალაში. რაც შეეხება ანაკლიას რაც შეეხება ძალიან მარტივად არის საქმე. ყველანაირი პირობა შეუქმნით ჩვენ კონსორციუმს ხაზარაძე ჯაფარიძეს იმისათვის, რომ მათ განეხორციელებინათ წარმატებით ანაკლიის პროექტი, მოიზიდათ ინვესტორები, თუმცა ვერ მოიზედეს ვერც ერთი ინვესტორი. კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ დათქმა ანაკლიესთან დაკავშირებით, რომ გაგვიადულებინა მათთვის ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი და საბოლოო ჯამში საერთაშორისო არბიტრაჟმა არაერთ გზის უკვე
დაადასტურა, რომ მათი პრეტენზიები იყო სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული და ჩვენი პოზიციები იყო სწორი. ხო, ეს არაერთხელ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟში. ამ მოვწონოთ ხაზარაძის თემა დიდი ბოდიში გახარია ხაზარაძის პარტიაში ბარემ ხაზარაძე გთხოვთ ვერ თანხმდებიან მერობის კანდიდატზე გახარია ხაზარაძის პარტიაში დაპირისპირება სიებთან დაკავშირებითაც რა შეფასებას გააჩნია? ნუ ზოგადად ასეთი მოვლენები არის დაკავშირებული სისუსტესთან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე რა თქმა უნდა მათთვის რთულია სიებზე შეჯერება, კანდიდატებზე შეჯერება, თუმცა ეს არის მათი საქმე, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ასე ვთქვათ ფორმულა არის მარტივი 64-64-ზე, 64 მერი, 64 საგრებულო და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი სახით გავიმარჯვებთ. ნუ თქვენ იცით რომ საქართველოში არის ეფექტიანი მარსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად ამ 30 პატიმარს, ხო, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, უსინდისო ქმედებების გამო არიან სინამდვილეში ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. რაც შეეხება ამ ყველაფერს, ხო, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ამ 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მიანიშნებს მაღალ სტანდარტებს. სინამდვილეში საქართველოში არის მაღალი სტანდარტი, გამოძიების მაღალი სტანდარტი, სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. ხო, თქვენ გახსოვთ რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე. დარჩენი არის ყველაფერი სპეკულაცია. ბატონო რეკლე, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აღიარებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს ამაღლობელმა და დატიემმა, მაგალითად მათთვის ესეთი რომ სილა პოლიციას ნიშნავს სილა რეჟიმს და თქვენ რა შეფასებას? მათი უფლება სილა გააწრან ვისაც უნდა, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა რომ ამას გასცეს პასუხი და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის თელი სიმკაცრით. საქართველო არის სახელმწიფო. ნუ რა ვიცი, ნუ დავიწყდება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე. ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ. ერთ საათში დაიწყება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შორის შეხვედრა, როგორი მოლოდინები გაქვთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და თუ კი ეს შეთანხმება შედგა, როგორ შეიძლება სოფლიო დღის წესრიგი? ნუ ჩვენთვის მთავარია დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. თქვენ იცით რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა მშვიდობის დარღვევამ ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტს. ზოგადად ეს არის ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური სახის პრობლემები. ჩვენთვის მთავარია რომ დამყარდეს მშვიდობა რეგიონში, უკრაინისთვის, უკრაინული ხალხისთვის არის რა თქმა უნდა პირველ რიგში მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში სწორედ ასე დასრულდება მშვიდობის დამყარებით. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ჩვენს კონტინენტს, ევროპის კონტინენტს უსურვო მშვიდობა. Tartica Arias da Leos Bardes Direction Representative შეხვედრაში მაშინ როდესაც არ ყოფნა შიც არ არის ჩამოყალიბებული მედების კანდიდატი და ის პირველ ნომერზე. არაფერი ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია, კაცი გაბარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები, არ ვიცი, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება ამ პროცესები. საბოლოოდ ეს არაჯანსაღი, სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები. ბატონო ირაკლი, გიორგი ვაშაძეს აქვს ინიციატივა, რომ ბოიკოტი გამოაცხადა ასეთ პარტიებმა, შექმნან ერთობა სალომე ზურაბიშვილის ბრენდის ქვეშ, ესე ვთქვათ. რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ერთიანობას აქვს თუ არა, ასე ვთქვათ, წინაპირობა, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ გაერთიანებას? ნუ ასეთი ერთობა მათ შექმნეს, ალბათ უკვე 7-ჯერ, ახლა მეორე ცდილობა, არავითარი პერსპექტივა ბუნებრივია ამას არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის ღირებულებები, ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ეს არის უცხოური დავალებები, გარე დავალებები, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათი ერთ-ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული.
ეს იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება სურამის შემოვლითი გზასთან დაკავშირებით და მან ასევე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კვლავ ბრუნდებით. იცით რომ გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო რეჟიმი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საინვესტიციო გარემო არის იდეალური ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ამ მიღწევების შენარჩუნება, ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ ჩვენ გავუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ, ზოგადად ჩვენი ქვეყნის პოზიციები გავამყაროთ საერთაშორისო გეოპოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას. მადლობა. ნეიტრალურ საქართველოს ხელისუფლებას მოწოდებით ჩაატაროს პლებისციტი სულ საქართველოს მოსახლეობას ოჯახური ღირებულებების სანაცვლოდ და LGBT პროპაგანდის გავრცელების პირობით ევროკავშირში გაწევრდა. ზოგადად საკითხი არის აქტუალური. პლებისციტზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს შემოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ზოგადად საკითხი არის აქტუალური, როდესაც ქართულ საზოგადოებას ასეთ სახით უყენებენ დილემას, რომ ან ოჯახური ღირებულებები, ან ტრადიციული ფასულობები ერთ ხარეს, ან ევროინტეგრაცია მეორე მხარეს, ეს არის უბრალოდ არასწორი. ჩვენ გვინდა ორივე ერთად, ხო? ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, ტრადიციული ფასულობებით, არ შეიძლება ამ ორი რამის ერთმანეთისგან გამიჯნა, თუმცა ხედავთ, რომ ასეთი მიდგომებით გვესაუბრებიან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალურია, ნუ კონკრეტულად პლებისციტზე ვერაფერს გეტყვით. მადლობა. ეს გახლდათ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ჩვენ გემშვიდობებით, თუმცა დროებით, რა თქმა უნდა, ველოდებით ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრას ალასკაზე. ეს სამიტი არის მსოფლიო მედიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, ასე რომ დროებით.